10 წლეულების განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედი იმ ადგილად რჩება, რომელიც ადამიანებში უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. გიგანტური პირამიდები, ამოუხსნელი ობიექტები და არსებები, რომლებიც თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნიან. ამ ეპიზოდში ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე გაკეთებული ყველაზე წარმოუდგენელი აღმოჩენების შესახებ მოგიყვებით. ბერმუდის სამკუთხედის შესახებ უამრავი მითი თუ ლეგენდა არსებობს, მაგრამ ამ თქმულებებს შორის გვხვდება ისეთი ფაქტებიც, რომლებმაც შესაძლოა ზოგიერთ კითხვას პასუხი გასცეს. ბერმუდის სამკუთხედის სამხრეთი ნაწილი უნიკალური ადგილია. ის ნაკლებად შესწავლილია, ამიტომაც ამ ადგილის ირგვლივ უამრავი საიდუმლო არსებობს. მიმდებარე წყლები იმდენად სუფთაა, რომ ქვიშიანი ფსკერი თვითმფრინავებიდან და გემებიდან კარგად ჩანს. სწორედ აქ მდებარეობს ეგრეთ წოდებული ლურჯი ხვრელები. ეს ზღვის ფსკერზე არსებული უზარმაზარი ორმოებია. უცნაურია, მაგრამ მკვლევარებს ამ ორმოების მხოლოდ 20% აქვთ შესწავლილი. გამოცდილ მყინთაებს ასეთი ადგილები განსაკუთრებით უყვართ, მაგრამ რეალურად ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. ერთ ასეთ ორმოს 1000-ობით ლიტრი წყლის თანთქმა შეუძლია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძლიერი წყალქვეშა დინებების წარმოქმნის შემთხვევაში მსგავს მორევს ხისგან აგებული გემების მარტივად ჩათრევა შეეძლო, თუმცა თანამედროვე გემები ასეთ სიტუაციას მარტივად უმკლავდებიან. ატლანტის ოკეანის წყლებში არსებული უცნაური კონსტრუქციების შესახებ პირველად 1960-იან წლებში გახდა ცნობილი. ამერიკელმა მკვლევარებმა ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს გიგანტური პირამიდა, რომელიც ეგვიპტურ პირამიდებზე ბევრად ძველი უნდა იყოს. პირამიდა მინის მსგავსი მასალისგან იყო დამზადებული. მკვლევარებმა ოკეანის ფსკერზე გადაღებული ფოტოებით ივარაუდეს, რომ ეს გასაოცარი ნაგებობა 5 საუკუნეზე მეტის უნდა ყოფილიყო. მშენებლობის ტექნოლოგია სოფლიოში არც ერთ ცნობილ მეთოდს არ ჰგავდა. მოგვიანებით თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით კიდევ ერთი მსგავსი ნაგებობა აღმოაჩინეს. 2012 წელს კანადელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ბერმუდის სამკუთხედის მახლობლად ოკეანის ფსკერის შესწავლის დროს მათ ახალი პირამიდები და საუკუნეების განმავლობაში წყალქვეშ ჩაძირული უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს კონსტრუქციები ლეგენდარული ქალაქის ატლანტიდის ნანგრევები იყოს. ცნობილი ფაქტია, რომ ბერმუდის სამკუთხედში უამრავი გემი და თვითმფრინავი გაუჩინარდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ რამდენიმე მათგანის აღმოჩენა მაინც შეძლო. 1925 წლის 29 ნოემბერს სავაჭრო გემი სახელწოდებით კოტოპაქსი სამხრეთ კაროლინას პორტიდან კუბისკენ გაემგზავრა. ჰავანაში მიმავალი გემი ქვანახშირით იყო დატვირთული და მის ბორტზე ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. მოგზაურობის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ ეკიპაჟმა განგაშის სიგნალი გაავრცელა. მათი თქმით გემი იძირებოდა, მაგრამ ადგილზე მისულმა მაშველებმა გემი ვერ სადიპოვეს. ამის შემდეგ კოტოპაქსი ბერმუდის სამკუთხედის შესახებ არსებული ლეგენდების ნაწილად იქცა, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ნამსხვრევები სწორედ ამ გემს უნდა ეკუთვნოდეს. სამწუხაროდ, კაპიტნის დღიურიც კი, რომელიც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, მისი ჩაძირვის რეალურ მიზეზს ვერ ხსნის. 2018 წელს მკვლევარმა დარელ მიკლოსმა ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე უცნაური ობიექტი აღმოაჩინა. მისი აღმოჩენა სრულიად შემთხვევითი იყო, რადგანაც დარელი სინამდვილეში კარიბის ზღვაში უძველეს ჩაძირულ გემებს ეძებდა. მისმა გუნდმა ცოტა ხნით ადრე კრისტოფორ კოლუმბის ერთ-ერთი გემიც იპოვა, თუმცა ამჟამინდელი აღმოჩენა გემი ნამდვილად არ ყოფილა. მიკლოსი დარწმუნებული იყო, რომ ეს ობიექტი უცხო პლანეტელების მიერ დედამიწაზე ასობით ან თუნდაც 1000-ობით წლის წინ ვიზიტის მტკიცებულებას წარმოადგენდა. მკვლევარს თავდაპირველად ეგონა, რომ მან ფრენსის დრეიკთან დაკავშირებული გემი იპოვა, მაგრამ სინამდვილეში ის წაწყდა სტრუქტურას, რომლის წარმომავლობის დადგენაც ვერავინ შეძლო. იდუმალი ობიექტი მთლიანად მარჯნით იყო დაფარული. ის 2 საფეხბურთო სტადიონზე დიდი ზომის იყო, ხოლო მისი ასაკი რამდენიმე 1000 წელი უნდა ყოფილიყო. უცნობია, თუ რა აღმოაჩინა რეალურად დარელმა. მეცნიერები ამ აღმოჩენის წარმომავლობის დადგენას ვერ ახერხებენ, ხოლო მიკლოსი ამ თემაზე ჟურნალისტებთან აღარ საუბრობს. ბაჰამის კუნძულების მაცხოვრებლები უკვე დიდი ხანია, რაც იდუმალი არსების შესახებ საუბრობენ, რომელიც ზოგჯერ სანაპიროს მიმდებარედ ჩნდება. ლეგენდებში ამ არსებას ლუსკუს უწოდებენ. პირველად არსება მეთევზეებმა შენიშნეს, თუმცა მოგვიანებით მის შესახებ მყინთაებიც ალაპარაკდნენ. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არსების დეტალურად აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში წარმოქმნილ ლეგენდებში მას ყოველთვის განსხვავებულად აღწერენ. ზოგიერთი ამბობს, რომ არსება გიგანტურ კუს ჰგავს, რომლის წონაც დაახლოებით 70 კილოგრამი უნდა იყოს. ზოგიერთი ადგილობრივი კი დარწმუნებულია, რომ რეგიონში არაერთი, არამედ რამდენიმე არსება ბინადრობს, რომელთაგანაც თითოეული 20-დან 60 მეტრამდე სიგრძისაა. მათ ბასრიკბილები და 8 ფეხას მსგავსი საცეცები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ არსების რეალურობა მეცნიერულად დადასტურებული არაა, ბერმუდის სამკუთხედის ზოგიერთი ბინადარი ნამდვილად უცნაურია. წმენია თოდესმე მანათობელი ზვიგენების შესახებ. ბრაზილიური მანათობელი ზვიგენის სიგრძე 60 სანტიმეტრს არ აღემატება, თუმცა მცირე ზომის მიუხედავად, მას უნებელს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ამ სახეობის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ მათ ნადირობა გაცილებით დიდი ზომის თევზებზე შეუძლიათ. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ბერმუდის სამკუთხედში გვხვდებიან, გასაკვირი არაა, რომ საუკუნეების განმავლობაში ადამიანები უცნაურ და ზებუნებრივ არსებებზე საუბრობდნენ, მაგრამ ამ ადგილებში კიდევ უფრო უცნაური არსებებიც
ბინადრობენ. ეს გობლინის ზვიგენია. მანათობელი ზვიგენის მსგავსად, ის როგორც წესი ყველანაირ სინათლეს გაურბის და 200 მეტრზე მეტ სიღრმეზე გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობა დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, ის შესახებ ცნობილი მხოლოდ 1897 წელს გახდა. მეცნიერები ზღვის ამ ბინადრის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. გობლინ ზვიგენს ერთი უნიკალური თვისებაც აქვს. მას ყბის წინ გაშლა შეუძლია, როდესაც მსხვერპლი მის ახლოს ცურავს, ყბები აქტიურდება, რის შემდეგაც ზვიგენი მსხვერპლს ბასრიკბილებით იჭერს. ცოტამ თუ იცის, რომ მოვლენა, რომელსაც ახლა ბერმუდის სამკუთხედის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოს უწოდებენ, იქამდე დიდი ხნით ადრე მოხდა, სანამ რეგიონს ეს სახელი დაერქმეოდა. ეს მოვლენა იმდენად ფართომასშტაბიანი იყო, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ვილსონმა მის შესახებ უამრავი კომენტარი გააკეთა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ მხოლოდ ღმერთმა და ზღვამ იცოდა, თუ რა დაემართა ამ უზარმაზარ გემს რეალურად. 1918 წლის 4 მარტს 20 ტონიანი ორთქლმავალი ციკლოპი არგენტინიდან ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით გაემგზავრა. 180 მეტრის სიგრძის ეს გემი ამერიკის დროშის ქვეშ დაცურავდა. მასზე 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ორთქლმავალს მანგანუმის მადნის ძვირფასი ტვირთი გადაჰქონდა, რომელიც მაღალი ხარისხის იარაღის წარმოებისთვის იყო საჭირო. აღსანიშნავია, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ასეთი ტვირთი ოქროზე ძვირფასი იყო. გეგმის მიხედვით, მოგზაურობა 9 დღე უნდა გაგრძელებულიყო და გემი დანიშნულების ადგილს 13 მარტს მიაღწევდა. თუმცა ციკლოპთან უკანასკნელი კონტაქტი მისი გასვლის დღეს დამყარდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ დაკარგული გემის შესახებ პრესაში ინფორმაცია მხოლოდ მომდევნო თვის შუა რიცხვებში გავრცელდა. ხელისუფლება გემის გაუჩინარების მიზეზს ვერ ხსნიდა, რადგანაც მათი თქმით, იმ დღეებში ზღვაში კარგი ამინდი იყო. ზოგიერთი ადამიანი ვარაუდობდა, რომ ციკლოპი შესაძლოა მტრის თვითმფრინავებმა ან წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, მაგრამ ტერიტორიაზე მტრის ძალების არსებობის მტკიცებულება არ არსებობდა. ცნობილია, რომ ორთქლმავლის ორი ძრავიდან ერთ-ერთი დაზიანებული იყო, რის გამოც ის შემცირებული სიჩქარით მოძრაობდა, მაგრამ ორივე ძრავის გაფუჭების შემთხვევაშიც კი გემს რადიოს გამოყენებით განგაშის სიგნალის გაგზავნა შეეძლო. სამაშველო გემებმა მიმდებარე ტერიტორია დეტალურად შეისწავლეს, თუმცა მათ ციკლოპის კვალს ვერ სადმიაგნეს. ოფიციალური წყაროები გემის გაუჩინარების რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, გემის ეკიპაჟი აჯანყდა. მასზე კონტროლის მოპოვების შემდეგ კი მათ გემი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. მეორე ვერსიის მიხედვით, რიო-დე-ჟანეიროში ამერიკის გენერალურმა კონსულმა, რომელიც გემზე იმყოფებოდა, ციკლოპი გერმანელებს გადასცა. გარდა ამისა, შესაძლოა გემზე აფეთქება მომხდარიყო და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მის ბორტზე მანგანუმის მადნის დიდი რაოდენობა იყო, ეკიპაჟი სიტუაციაზე კონტროლს მალე დაკარგავდა. თუმცა ეს თეორიები კრიტიკას ვერ უძლებს. საზღვაო ძალების მაღალ ჩინოსნებმა უზარმაზარი ორთქლმავლის გაუჩინარება ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ აღიარეს. 1968 წელს ყვინთავმა დინფეისმა ნორფოლკიდან 100 კილომეტრში 60 მეტრის სიღრმეზე დიდი გემის ნამსხვრევები აღმოჩინა. 1974 წელს კიდევ ერთმა მყვინთავმა იმავე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტი დაინახა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნამსხვრევების წარმომავლობის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეკუთვნოდა თუ არა ეს ნამსხვრევები ციკლოპს არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ გემის ისტორია კვლავ ბურუსითაა მოცული. ბერმუდის სამკუთხედი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება. წლების განმავლობაში უამრავი თეორია წარმოიშვა იმის შესახებ, თუ სად კრებოდნენ გემები და თვითმფრინავები. ზოგიერთი კონსპირაციული თეორია ყველაფრის მიზეზად უცხო პლანეტელებს, ატლანტიდელებს ან საერთოდაც გიგანტური არსების თავდასხმებს მიაწერს. რა თქმა უნდა, მსგავს თეორიებს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნიათ, თუმცა კითხვაზე, თუ რა ხდება ზუსტად ოკეანის ამ ნაწილში, რეალური პასუხი არავის აქვს. საინტერესო კი ისაა, რომ მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ამ თემის სერიოზულად შესწავლა დაიწყო, გემებისა და თვითმფრინავების უცნაური გაუჩინარებები პრაქტიკულად შეწყდა. როგორ ფიქრობთ, ხდება თუ არა ბერმუდის სამკუთხედში ამოუხსნელი მოვლენები? თუ ყველაფრის ახსნა ლოგიკურადაა შესაძლებელი, გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.